ეს კადრები ინტერნეტ სივრცეში ერთ-ერთი YouTube არხით გავრცელდა. რუსი ბლოგერი და მოგზაური თავის ვიდეობლოგში აფხაზეთზე საუბრობს, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთში ავტორი ბედიის ტაძრის ეზოში იმყოფება. გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ტაძარიც და მისი მიმდებარე ტერიტორიაც. რთულია საყურებლად, როგორ მდგომარეობაშია ქართული არქიტექტურის სიდიადითა და მნიშვნელობითაც უთვალსაჩინო ეს ძეგლი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ ააგო და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ სამონასტრო კომპლექსში საოკუპაციო რეჟიმი ეგრეთ წოდებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას 2010 წელს აანონსებდა. თუმცა ეს სამუშაოები ადგილზე ლურჯი ხარაჩოების დადგმით და ფრესკების გადაღებით დასრულდა. ტაძარი ჩამოქცევის პირასაა. Современные двери поставили. Закрыто. Так можно показать со всех ракурсов. Да, внутри реставрация. Сколько здесь тоже резных фрагментов разрушенных. Ведь это камень цельный, я так понимаю, не бетон. Это все чем-то вырезали. Инжир вырос сквозь стены, сквозь бетон. И так, если посмотреть, судя по всему, его корни вот так проходят, уходят в землю. Ну, конечно, таким образом разрушается здание. А вот с этой стороны тоже получается на стене рисунок. Конечно, удивляют люди, которые что-то попытались свое имя написать здесь сверху, нацарапать. Мы здесь были, зашли в интернет почитать об этом храме. Включен в ЮНЕСКО, строил грузинский царь Баграт III. Как минимум будете в Абхазии, посетите это место. Точно обычным и обыденным его не назовешь. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი კახა კვაშილავა გავრცელებულ ვიდეო მასალაზე ამბობს, რომ ბლოგერის ინფორმაცია ზედაპირულია და საქართველოს ისტორიაში ჩაუხედავი ტურისტის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, ვიდეო ბლოგითაც ნათლად ჩანს, თუ როგორ სავალალო მდგომარეობაშია უძველესი ქართული კულტურის კერები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ის პროცესი, რასაც აფხაზური მხარე რესტავრაციას უწოდებს, სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა მიზანმიმართული ქმედება ქართული კვალის მოშლისა. ბედიის მონასტერი არის ეს პირველი საძირკველი ერთიანი ქართული სახელმწიფოსი. რუსი ტურისტისთვის ეს იყო ჩვეულებრივ სამწუხაროდ ერთ-ერთი ჩვეულებრივ რიგითი ძველი მონასტერი, რომლის შესახებ როგორც ვიდეოდან ჩანს, მან არაფერი იცის და გარკვეულ შესაბამებსაც უსვევს, მაგრამ ვიდეოში ნაჩვენები რეალობა იყო ძალიან სავალალო. მონასტერი ისაც მძიმე მდგომარეობაში იყო, აქ ახალი არაფერი არა. საოკუპაციო და სეპარატისტული ხელისუფლება ცდილობს ეგრეთ წოდებული რესტავრაციის განხორციელებას და რესტავრაციის შედეგები ჩვენ ვიცით როგორია, ხო? ილორში როგორია, დრანდაში როგორია, ორივეგან ქართული ავთენტურობა, იდენტურობა დაიკარგა. იქ იყო შემორჩენილი ერთადერთი ფრესკა ბაგრატ მესამის გამოსახულებისა. აფხაზმა კოლეგებმა თქვეს, რომ რესტავრაციის დროს შემთხვევით ჩამოიშალა, რა თქმა უნდა არ მოხდა. თუ 200 წელი მან გაუძლო რაღა ამ რესტავრაციის დროს ჩამოიშალა და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ იქ თლიანად ქართულ წარწერიანი, ქართული იდენტობის მაჩვენებელი ელემენტები, დასტური უნდა მოიშალოს. ჩვენ ერთადერთი მოვახერხეთ ის, რომ 2006 თუ 7 წელს უბრალოდ არ მახსოვს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანეთ ის იუნესკოს დაცვის ქვეშ, აი თვითონაც ასახელებს, რომ იუნესკოს დაცვის ქვეშა, მაგრამ რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აი ამას არ ასახელებს. ნუ ერთადერთი ამით მოვახერხეთ, სხვა მხრივ ჩვენ ზემოქმედების არანაირი საშუალება არ გვაქვს აი ამ მონასტერზე. როგორც ცნობილია, ოფიციალურად ქართულ მხარეს არ გააჩნია ბერკეტები დაიცვას განადგურების პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოება და ავთენტურობა. განგაშის ხმა კი აფხაზი მეცნიერების და ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების მხრიდან სამწუხაროდ არ ისმის. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ისინი დიდი ხანია დგანან საოკუპაციო რეჟიმისთვის მისაღებ პოზიციაზე. ეს გულგრილობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეჟიმს მსგავსი სულიერი და ისტორიული ძეგლების მიმართ სულიერი და მემკვიდრეობითი ბმა არ გააჩნია.